ეხლა ჩვენ მოусმენთ ლადო გამსახურდიას, რომელიც იბრძვის უკრაინაში. ის აკეთებს აქცენტს ევროპის უსაფრთხოებაზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მათ შორის რა თქმა უნდა. მოგესალმებით სამწუხაროდ დღეს ვერ ვიმყოფები ფიზიკურად თქვენ გვერდით და მიწევს ჩართვა უკრაინიდან. უკრაინის ფრონტი პირდაპირ არის გადაჯაჭვული საქართველოს მომავალთან, საქართველოს ბედთან, ასევე სრულიად ევროპის უსაფრთხოებასთან. სამწუხაროდ საქართველოში დღეს ფეხი გაიდგა რუსულმა აგენტურამ. საქართველოს ფაქტიურად მართავს რუსული რეჟიმი ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მათ ტყვეობაში ყავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ახალგაზრდა აქტივისტები, პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის. მათი თავისუფლება არის პრინციპული და გზა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. რამაც ჩვენ ქართული დიასპორა დღეს შეგვერდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო და ხაზი გაუსვა ევროპარლამენტარების, პოლიტიკოსების ჩართულობას ამ პროცესში. მათი გამოცდილება არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი საქართველოს თავისუფლებისთვის და ასევე ევროპის უსაფრთხოებისთვის. მე როგორც კავკასიის რეგიონის მეთაური უერთდები თქვენს გულის ტკივილს სრული პირადი შემადგენლობით. თქვენს გულის ტკივილს და შემართებას, რომელიც მიმართულია დარწმუნებული ვარ ჩვენი სამშობლო საქართველოს თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა.